რა არის შენთვის ვარსკვლავური ოგანი? მარტივი ფაბულა იყო სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის. ამის მიღმა არის ძალიან კომპლექსური სამყარო, რომელიც არის ესეთი, რა თავიდანვე შემოდის ესეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ელემენტი. რითი არის შენი აზრით შთაგონებული? ნებისმიერ დიდი იმპერიის დაცემის, ასე ვთქვათ, ფაბულა რა, ეგ მომენტი ძალაუფლების ნებისმიერ მოცემულობაში, ერთგვარად ღმერთის ზეციური ენერგიის იდეა ყოველთვის არის მნიშვნელოვანია. მოდი ორი სიტყვით ამაზე ვთქვა. ყველგან ნახსენებია, რომ ჯედაები არიან შვიდობის და სამართლიანობის მსვლელები. Peace and justice და ეს ორი სიტყვა ყველგან სადაც ჯედაების ახსნა ხდება, ეს ორი სიტყვა ყოველთვის ერთად მოდის. არასდროს თუ არ არის შვიდობა, არ არის სამართალი. უშიშროება, პროპაგანდა, რომელიც ადამიანების სიცოცხლის ცხოვრების კონტროლს იწყებს და ნელ-ნელა ეგ ძალიან კარგად აღწერე, მეთოდურად იწყებს მოგუდვას თავისუფლების იმ რაღაცა კონფედერაციის და სხვადასხვა რაღაც სუვერენული პლანეტების, რომლებიც შედიან ამ galaktikურ იმპერიაში. რკინის ხელით იწყებს მოკლედ ამ galaktikis მართვას და ამას ყველაფერს მოყვება ნელ-ნელა ადამიანების ჩაგვრა, იმიტომ რომ არც ინდივიდუალური სისტემების თავისუფლებას, არც მათ ინტერესებს და არც მით უმეტესად ხალხის ინტერესებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, არც იმპერიისთვის, არც იმპერატორისთვის.